საინტერესო ტოპონიმები, რომელიც ძველ ჩანაწერებში ფიგურირებს და რომელთა უმრავლესობაც საქართველოს და ქართველების გამორჩეულ როლს უსვამს ხაზს. მოდი დავიწყოთ. გადმოცემით ჩვენ ვიცით, რომ ნოემ ვაზი დარგო არა არარატის მთაზე, არამედ ლუბარის, ლებარის მთაზე. სამეგრელოში არსებობს დასახლება ლებარდე. ელდა მუსა იყო ასირიელების აზრით კოლხეთის უძველესი დედაქალაქი. ელდა არის ტერიტორია, სადაც ადამი და ევა შექმნა უფალმა, როგორც ადამიანები. ანუ თიხისგან გამოძერწა ადამი და მას სული შთაბერა. ევა კი ადამის ნეკნისგან შეიქმნა. დიახ, ედემის ბაღში ისინი არ შექმნილან, ისინი შეიქმნენ დედამიწაზე და შემდგომ ედემის ბაღში მოხდა მათი გადაცხოვრება, რათა მათზე არ ემოქმედა დროს და ისინი ყოფილიყვნენ უკვდავები. მაგრამ მათ გასინჯეს აკრძალული ხილი და ამ ცოდვის გამო მათ მოუწიათ ედემის ბაღის დატოვება. შემდეგი ტოპონიმიკა, რაც ბიბლიაში მათ შორის ფიგურირებს, არის შინარი. შუმერებს ბიბლია მოიხსენიებს შინარის სამეფოდ. შინ არის. შინ გოშინა მეგრულად ნიშნავს გახსენებას, ხსენებას. მეგრულად გველს და ბოროტს ქვია უშინური, ანუ უხსენებელი. ანუ გამოდის, რომ ჩვენმა წინაპრებმა შუმერი განსაზღვრეს როგორც ადგილი, სადაც ცხოვრობენ შინაურები, ანუ შენიანები, მაგრამ იმ შინაურებმა ჩაიდინეს უშინურის, ანუ ბოროტის ქმედება. და რა იყო ეს? ეს ქმედება იყო ბაბილონის გოდოლის დაგება. ბაბილონის გოდოლის ამგებები, ანუ არქიტექტორები იყვნენ ქალდეველები. რა საინტერესოა რა? შინაური და გარეული. ისეთ საინტერესოა რა? სიტყვა გასაღები. მოვიკითხავ რაჭველებს აქედან. ღები არის ეგვიპტური ღვთაება. გასაღები რასთან შეიძლება ასოცირდებოდეს? ასევე რაჭაში არის ონი. ონი არის ასომთავრული ანბანის ასონიშანი. კოლხები, სვანები, მესხები, ქალდეველები და იბერიელები ერთ ტომად შეკრა ასომთავრულმა დამწერლობამ, რომელიც დიდი ალბათობით არის ქალდეველების შექმნილი და ქალდეველებმა ყველა ტომის აზრი და ასონიშნები გაითვალისწინეს და ასე შეკრეს ერთიანი ქართული ერი. სხვათა შორის აიეტის მამა იუია ეგვიპტის ერთ-ერთი უძლიერეს დიდებული, ქურუმის ერთ-ერთი ვერსიით იყო წარმოშობით პელაზგი. შემდგომში გადაცხოვრდა ჰელიოპოლისში. ბერძნული მითოლოგია თქვენ ხომ კარგად იცით? ჰელიოსის შვილი არის მათ შორის აიეტი. ანუ პელაზგი დიდებული იუია, რომელიც გადაცხოვრდა ეგვიპტეში, აარსებს ჰელიოსპოლის, ჰელიოსის ქალაქს, ანუ საკუთარ სახელს არქმევს. კი იუია იყო ჰელიოსი და ჰელიოსპოლისი შემდგომში იწოდება როგორც ონი. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ონი არის ქართული ასომთავრული დამწერლობის ასონიშანი, რომელიც ნიშნავს ქალაქს, დასახლებას. მათ შორის მზის ქალაქსაც ნიშნავს. რაც შეეხება იუიას, სხვათა შორის გატესტილია ეს პიროვნება და იუიას ამოვიდა G გენეტიკური კოდი. რა საინტერესოა რა? იუია არის დედის მხრიდან ტუტანხამუნის დიდი ბაბუა. მსგავს ვიდეოებს კიდევ შემოგთავაზებთ. მანამდე კი გამოიწერეთ გვერდი, რომ მალე ნახოთ გვერდზე არსებული ვიდეოები, სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.